შევედით პირველი წამლებით შემოვედით, გამოვიყენეთ გურადორი ძალიან აქტიურად. მონოლიოზზე, ქეცინაცარზე წამოვიღეთ. შემდეგი კორიტუსი გამოვიყენეთ როგორც მახსოვს მე და გამოვიყენეთ ძალიან აქტიურად კაპტანიკ როგორც კონტაქტური პრეპარატი დამხმარე საშუალებად და როგორც ხედავთ იდეალური შედეგები მოგცა. პერიოდულად ვსვლიდით ჩვენ პრეპარატებს, რეზისტენტობა არ გამოგვეწვია. ბატონო ზურა, იმაზე რო თქვით, ლაქაზე რო მაინც დამატებით. აქტიურად ვიყენებთ აი ამ შემდეგ წამლობებზე დიფენოკონაზოლის შეცვლილ პრეპარატებს. თუმცა ეხლა თქვენი იმით ამას ლაქები ამ ეტაპზე არა იდეალური მდგომარეობა. დაზღვევის მიზნით მინდა რომ ეს ლაქისა წინააღმდეგოც მივასწროთ. ამ შემთხვევაში გამოყენებ დიფენოკონაზოლი, რამდენიმე ვერსია გვაქვს ჩვენ გამოყენებული. ეხლა კიდევ გამოვიყენებ დიფენილის სახით, ესეთი ჩინური პრეპარატი შემოვიდა და არის ძალიან მაღალი ხარისხის. აპლორე გვაქვს თურქული წარმოების გამოყენებული. ეხლა შემოგვაქვს ძირითადად ლაქაზე, ხო? კი, ლაქიანობაზე, ქეცინაცარზე შემოგვაქვს, დიფენილის სახით შემოვდივართ ეხლა ჩვენ. უცილებლად შემოვალთ უკვე დრო არის ჭიის წამლით მოიწამლოს და ემამექტინ ბენზოატს გამოვიყენებთ ამ ეტაპზე და შემდეგ ეტაპებზეც, როდესაც ამის საჭიროება იქნება, დაზიანება რომ არ მოხდეს. ჩვენ გვაქვს კარგი მკვებავები გამოყენებული კიდე, სტიმულატორი გვაქვს გამოყენებული, ჯეოსტიმი გვაქვს გამოყენებული. მე მგონი საკმარისი დოზირებით. წამლაზე გაურიეთ ეგ კი, ყვავილობის გარდა თავიდან საწყის პერიოდში, როდესაც მოვახდინეთ გააქტიურება და მოძლიერება, სხვადასხვა შემოტანილი გვაქვს ბორი. ყვავილობამდე დაახლოებით 10 დღით ადრე, საკმაოდ ისეთი საჭირო დოზირებით, რამაც მოგცა ნაყოფის და ყვავილის შენარჩუნების უფრო ძლიერი ეფექტი. და ეთყობა კიდევაც სცენარებს. შეტანილი გვაქვს აზოტის საჭირო რაოდენობა. უგრების საწინააღმდეგოდ ძალიან აქტიურად ვიყენებდით ძალიან კარგ პრეპარატს ათეტამიპრიდის შემცველს გოლდპლანს ჩვენ შემთხვევაში. მოგცა ეს შედეგი. ეხლა ფაქტიურად რო უყურეთ, თვალთახედვის არეალში არ ჩანს არანაირი მავნებელი. არანაირი დაავადება სოკოვანი, არანაირი მექანიკური დაზიანებაც კი. აი დააკვირდით თვითონ ნაყოფის განვითარებას. ჯანსაღი მცენარე რო არის უკვე მომაგრებული, მას ნაყოფიც კარგი აქვს და თვითონ ფოთოლს დააკვირდით კიდე რომელიც ეხმარება ნაყოფის განვითარებაში ფოტოსინთეზის გზით და ნაყოფის განვითარება როგორი თანაბრად არის ყველა განვითარებული. კი ბატონო. აი ეს არის საჭირო დრო შეტანილი სტიმულატორისა და მკვებავების ერთობლივი მუშაობა. სიტყვოდი რომ ყოფილი ვარ თქვენი რჩევებით მომსახურებით ბატონო ზურა. გარგარს ხედავთ რომ იდეალური მდგომარეობა გვაქვს.